სახელითა მამისად და ძისად და სულისაწმინდისად სულიერი ცხოვრება წარმოუდგენელია ასკეზის გარეშე. გახსოვთ, როდესაც ფარისევლები ეუბნებიან უფალს, რატომ არ მარხულობენო შენი მოწაფეები. და უფალი პასუხობს, რომ და იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები მარხულობენო ფარისეველთა მოწაფეებით. შენი მოწაფეები რატომ არ მარხულობენო და უფალი პასუხობს, რომ სიძე სანამ მეკორწილებთან არის მარხვა არეგების. აი როცა ამაღლდება ზეკაცისა ამ სოფლიდან ზეცაში, მაშინ იმარხულებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ასკეზის მარხვის, ზოგადად ჩვენი ასკეტური ცხოვრების საკუთარ თავთან ბრძოლის უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ჩვენ არ ვართ უფალთან გულს არ უხსნით მას. ვერ ხედავთ, ვერ გვაქვს ურთიერთობა. როდესაც ადამიანი სულიერ ცხოვრებას იწყებს, თუ სწორად ხდება ეს ყველაფერი, თუ სწორად მოდის ეკლესიაში, ღვთის ძიებისთვის, გარკვეული გამოცდილებით უკვე, იმიტომ რომ მის გულს უფალი შეეხო, ამის მერე ან ინათლება, გულს რო უფალი შეეხება, მერე ინათლება და არა ტრადიციულად უბრალოდ. ან მონათლული თუ იყო, ეს ნათლობის მადლის გაცოცხლება ხდება. აი ამ გამოცდილებით როცა მოდის ადამიანი, მან იცის გამოცდილებით, შინაგანი გამოცდილებით, არა ინტელექტუალურად, არამედ შინაგანი გამოცდილებით, არა ბრმა ინტუიციით, არამედ კონკრეტული მიმართულებით, ანუ იესო ქრისტე რომ ღმერთია, იცის რომ იესო ქრისტე ღმერთია. და ასევე შეიძლება ცოდნა ისეთი არ ქონდეს და წმინდა მამების იმდენი წაკითხული არ ქონდეს ან საერთოდ ჯერ, მაგრამ ინტუიციურად უკვე აცნობიერებს, რომ პასუხისგებლობის წინაშე დგება. ღვთის წინაშე, ანუ ღმერთის რწმენა ჩვენში შემოდის ჩვენს პასუხისგებლობასთან, ანუ ღმერთის რწმენა ჩვენში იბადება ჩვენს პასუხისგებლობასთან ერთად. არ შეიძლება ნორმალურ შემთხვევაში, რომ ადამიანს ღმერთი არ წამდეს, უცებ ღმერთის რწმენის ნამდვილი რწმენა გაუჩნდეს, აი ეს გამოცდილებითი რწმენა გულში რო ხდება. და არ იგრძნოს პასუხისგებლობა. თუ პასუხისგებლობა არ ზდევს და თუ მარტო ეს არის, რომ აი ღმერთი არსებობს, რა კარგი არსებობს, რა კაია. და მორჩა. თუ ეს არის, ეს რაღაცა განუვითარებელი რწმენა, რაღაცა აკლია ამას. რაღაცა ხიბლის მდგომარეობაა, იმიტომ რომ ხო წარმოგვიდგენიათ, ერთია რო ხარ უბრალოდ და ვარაუდობ და ფიქრობ და აზროვნებ, რომ ღმერთია ხო ალბათ იქნება და მეორეა, როდესაც რეალურად დიდად სტურდება შიგნით, რამხელა პასუხისგებლობის წინაშე დგები, იმიტომ რომ უკვე ეს ნიშნავს იმას, რომ შენ რო გარდაიცვლები, მის წინაშე უნდა წარსდგე. ამიტომ ეს გარკვეული დისკომფორტია, ხშირად ვამბობ, ხო, კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ესე არ არის, რომ შენ ესე იგი ლუარსაბ თათქარეძესავით იცხოვრო და ვითომც არაფერი, ეგრე აღარ გამოვა ესე. თუ ნამდვილი რწმენა გაცოცხლდა შენში. და აი ეს პასუხისგებლობა ბადებს ასკეზას. მიხვდები, რომ უკვე რომ ისე ცხოვრება აღარ შეიძლება, როგორც მიჩვეული იყავი და რასაც ხორცი გთავაზობს. აღარ გამო, რასაც ხორცი ერთია და რასაც დაცემული სული გთავაზობს, თავისი სიამაყით, ეგოიზმით, ამპარტავნებით, პატივმოყვარეობით, შურით, მრისხანებით, უსიყვარულობით. აღარ გამოვა ეს. და იწყება საკუთარ თავთან ბრძოლა, ამას ემატება ღვთისწყალობით ხშირად. ადამიანს ეძლევა ჯოჯოხეთის გამოცდილება. ეს მისტიკური გამოცდილება, ეს სიტყვით მისი რაციონალიზაცია ვერ ხდება. რა არის ეს? ერთადერთი, აი, რაც შეიძლება ითქვას, ეს არის
მარტოობა, აბსოლუტური მარტოობა, მარად მზარდი, აი გეომეტრიული პროგრესით მზარდი სასოწარკვეთილებით, რომელსაც არაფერი არ აჩერებს. ესე იგი სასოწარკვეთილების მდგომარეობა, მარადიული მარტოობა და სასოწარკვეთილება გეომეტრიული პროგრესით იზრდება და არაფერი არ გააჩერებს ამას. არასოდეს არ გაჩერდება ეს, არასოდეს. და ეს არის სიკვდილზე უარესი სიკვდილის მდგომარეობა, და ყველა შემთხვევაში რომ მოკვდება ადამიანი ხორცში მყოფი, მაგრამ არ მოკვდება, იმიტომ რომ უკვდავია. ხორცში მყოფ ადამიანს რომ დაემართოს ეგეთი სასწორყოფილება, ეგრევე მოკვდება. ეგრევე, ინელა კი არ დადნება, ეგრევე გასკდება, ეგრევე. მაგრამ აი უკვდავი რომ არის, რო არ კვდება მარადისობაში. გონება მიუწვდომელი საშინელებაა ეს. და ნახეთ როგორ არის, აი რა ებრძვის აი ამ მოსაზრებას, რომ ესეთი რამე შეიძლება მოხდეს. წმინდა წერილი პირდაპირ ადასტურებს, ხო ამას, რომ არსებობს ჯოჯოხეთი, მაგრამ ჩვენში რა ებრძვის? ჩვენში გაბატონებული ლიბერალიზმი არასწორად გაგებული, ან ისე გაგებული, როგორც თანამედროვე ულტრალიბერალიზმი გთავაზობს, რომ ეგ როგორ შეიძლება ეგრე? თან ქრისტიანებს გაგვიგია, რომ თქვენ ამბობთ, რომ ღმერთის სიყვარულიაო და ეგ როგორ იქნება? საქმეც იმაშია, რომ ადამიანის თავისუფლება შვება ამას. თქვენი და ჩემი თავისუფლება შვება ამას. ჩვენ ვიზავთ ამას, თუ ვიზავთ, ღმერთმა დაგვიფაროს. ჩვენ ავირჩევთ ამ გზას. ღმერთი აქ ამ შემთხვევაში არაფერს შუაში. ასე რომ ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს პასუხისგებლობა და აი ამასაც გზნობს ადამიანი. ანუ არა უბრალოდ იმას კი არა რომ რაღაცას ვაშავებ. ჩვენი დაცემულობის სიღრმეს გზნობს ადამიანი, როდესაც ღმერთი ნამდვილად ეხება მის გულს და ბუნებრივია რომ გაურბის აი ამ საშინელებას. და ბუნებრივია რომ მისი პასუხისგებლობა კიდევ მეტად და მეტად იტვირთება ღვთის წინაშე. აქედან გამომდინარე ბუნებრივად ადამიანს უჩნდება სურვილი ასკეტური ცხოვრების. ასკეტური ცხოვრება ნიშნავს ერთგვარ გარეგან სჯულს. სჯული, რომელიც არ არის ის სჯული, რომელიც ძველ აღთქმაშია, რა თქმა უნდა. მაგრამ არსებობს ახალ აღთქმაშიც სჯული, ხო სწორია? გარკვეული წესები არსებობს, კანონები არსებობს, ცნებები არსებობს, რომლის აღსრულების ვალდებულება გვაქვს. უფალი პირდაპირ ამბობს, რომ მე იმას უყვარვარ, ვინ ჩემ ცნებებს აღასრულებს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ამაზე ხშირად გვისაუბრია, რომ მარტო ცნებების აღსრულება საკმარისი არ არის, უბრალოდ, ზედაპირულად, იმიტომ რომ ადამიანმა შეიძლება ყველაფერი შეასრულოს. ხო, ფარისევლები ყველაფერს ასრულებდნენ. ძველ აღთქმისას, მაგრამ ახალ აღთქმაშიც ეს სული თავისუფლად შეიძლება შემოვიდეს. ყველაფრის შესრულება შეიძლება და დარჩა არაქრისტიანად, ეს არის შესაძლებელი. ეს არის ხიბლის მდგომარეობა. აი, წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვის სიტყვები მოყავს ხოლმე ხშირად, რომ გარეგანი ღვაწლი საშიშროებას ბადებს ერთგვარს, რისი თავდაჯერებულობის. ადამიანი ყველაფერს ძალიან მაგრად აღასრულებს და ხდება თავდაჯერებული. ესე იგი ხიბლის ნიშნებია უკვე აქ. და ამის მაგალითები ძალიან ბევრია და ამას საკუთარ თავზეც განგვიცდი ალბათ თუ ამაზე აქცენტი გაგვიკეთებია. ეს ძალიან საშიში მდგომარეობაა. და ეს არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ. მაგრამ აი ეს გარეგანის სჯული ამავე დროს თან საჭიროა. საჭიროა იმიტომ რომ ჩვენი შინაგანი სამყარო ქრისტეს არ იკარებს გულში. აი მარხვა რო ჭირდება, როცა ამაღლდება ძეკაცისა, მაშინ იმარხულებენ. ანუ რას ნიშნავს, როცა ვეღარ დაინახავენ ქრისტეს. ფიზიკურად კი არა, ფიზიკურ დანახვა ეგ მეორე ხარისხოვანია. იუდა ფიზიკურად ხედავდა ქრისტეს, მაგრამ არც არაფერი. ანუ როცა აღარ ექნება შინაგანი კომუნიკაცია, შინაგანად ვეღარ დაინახავენ ისინი იესო ქრისტეს. შინაგანი მდგომარეობაა ეს, შინაგანი პრობლემაა ეს. და მაშინ იმარხულებენ. რატო? ესე იგი მე თუ ღმერთთან კავშირი არ მაქვს, მე მარხვა მჭირდება, ანუ სჯული მჭირდება. რატომ მჭირდება? მე იმიტომ მჭირდება სჯული,
რომ ჯობია ჯულმა მე აქვე გამასამართლოს, ვიდრე მარადისობაში უკვე რო აფერი აღარ შეიცვლება, წარვდგე ღვთის წინაშე აბსოლუტურად მომზადებელი. რა არის ჯული? ღვთისმცნებები, ახალ აღთქმაში ვსაუბრობ, რომლის წინაშე მე უნდა გავსამართლდე, ოღონდ ჯობია ეს აქ მოხდეს, აქ, ამ ცხოვრებაში. იმიტომ რომ ჩემი შიგნით შიდა სამყაროში, როდესაც ქრისტე ჩემთან აღარ არის და მე უბრალოდ მას კი უნდა ჩემთან ყოფნა, როდესაც მე აღარ ვიკარებ მას და მე მას ვერ განვიცდი, ჩემი შინაგანი სამყარო ცარიელი არ რჩება. ჩემი შინაგანი სამყარო ცარიელი არ რჩება. ჩემი შინაგანი სამყარო შეუძლებელია ცარიელი დარჩეს, როგორც ნებისმიერი ჭურჭელი. ის რაღაცით ივსება და ეს რაღაცა არის ის, რასაც შეიძლება აი ასე იმ სიტყვით დახასიათეს, სადაც დღეს სახარებაში აღმოვიკითხეთ. გახსოვთ, რომ სახლიო ჩემიო, სალოცველი სახლი უნდა იყოსო, სახლი მამისა ჩემისა, სალოცველ, როგორც წერიაო წინასწარმეტყველთან, ძველ აღთქმაში, ანუ ღმერთი წინასწარმეტყველის პირით ლაპარაკობს და ახლა თავად ღმერთი ამბობს. სალოცველი უნდა იყოს და თქვენო გიქცევიათ ქვა ბავაზაკად. და გახსოვთ, მე ეკითხებიან სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა მახარებელი სხვადასხვა და აღწერს, რა ხელმწიფებით, ანუ რა ძალაუფლებით გვეუბნები, რა ძალაუფლებით აკეთებ ყოველივს ამას, რასაც აკეთებ. და უფალი ეუბნება საოცარ რაღაცას, გახსოვთ. გეტყვითო მე რა ძალაუფლებით ვაკეთებ, თქო ჯერ პასუხი გამეცით, იოანე ნათლისმცემელი რა ძალაუფლებით მოქმედებდა. და ისინი პასუხს არ იძლევიან. და იოანე ნათლისმცემელის სიტყვები გახსოვთ რა არის უმთავრესი, შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არ სასופველიცათა. ანუ სინანული არ არსებობს და სინანული ეს არის მეტამორფოზის პროცესი. არ არის ადამიანებში დაწყებული შინაგანი მეტამორფოზა. რომ გული გაუხსნან უფალს. და შესაბამისად მათში არ არის ის რითაც ადამიანი ილოცებს, როგორ ლოცულობს ადამიანი. რას ნიშნავს ლოცვა? ლოცვა ღმერთთან კომუნიკაცია, როგორ ლოცულობს ადამიანი? გახსოვთ პავლე მოციქულის სიტყვები, როცა მე ვლოცულობ, როცა ჩვენ ლოცულობთ, როცა ღმერთს ვეუბნებით მამას, ჩვენ კი არ ლოცულობთ, ჩვენში სული ლოცულობს. და საბოლოო ჯამში ეს სხვა თლიანად კონტექსტიდან თუ არ ამოვიღებ და წმინდა წერილის და პავლე მოციქულის თლიანი აზრიდან, თლიანი სიტყვებიდან განმარტებას გავაკეთებთ, ეს ნიშნავს ჩემი პიროვნების ქრისტესთან, ღმერთთან თანამშრომლობას, მადლთან თანამშრომლობას. ანუ როცა სული ლოცულობს, ანუ ჩემში სული წმინდა ღმერთის მიერ მოცემული საღვთო ენერგიაა და სული წმინდა ღმერთი მასწავლის მე ღმერთთან ურთიერთობას, მასწავლის როგორ რეალიზდეს ჩემში ღვთისშვილობა და ლოცვას მასწავლის, ყველა სათნოებას მათ შორის. და როდესაც აი ეს თანამშრომლობა არ არის ჩემ შიგნით, მაშინ უფალი მეუბნება, რომ სალოცავი სახლი თუ არ არის, მაშინ არის ქვა ბავაზაკთა. და როდესაც აი ამ ადგილს განმარტავენ წმინდა მამები, მათ შორის ძალიან დიდი მამა იუსტინე პოპოვიჩი, სერბიის საოცარი ღირსი მამა, ის პირდაპირ ამბობს, როცა ტაძარ თითქოს ხოლო ტაძარზე საუბრობს უფალი, მაგრამ აქ საუბარი არ არისო მარტო ქვის ტაძარზე, აქ საუბარია თითოეული ადამიანის ტაძარზე, ანუ ბუნებაზე, რომელიც ღვთის ტაძარი უნდა გახდეს. ანუ ჩვენშია ეს პრობლემა პირველ რიგში და შესაბამისად ეს პრობლემა უკვე არის მთლიანად ტაძარში. და რა პრობლემა? რომ ჩვენში არ არის მადლთან თანამშრომლობა, შესაბამისად არ არსებობს ლოცვა და არ არსებობს ღმერთთან ურთიერთობა, მაშინ ჩვენ გვხვდებით ქვა ბავაზაკთა. ქვა ბავაზაკთა და რა არის? ვინ არიან ეს ავაზაკები? ჩვენი ვნებები და ჩვენი ცოდვიანი მიდრეკილებები. და ამიტომაც აი დღევანდელ და რომელთან ბრძოლაც სინანულით იწყება, ანუ შინაგანი მეტამორფოზით იწყება, რომელიც ასევე არ აგვაქვს. ამიტომაც აი რა ხელმწიფებით იქ, ანუ ჩვენ ქრისტეს ძალაუფლებას რატო ვერ ხვდებით? და რომელ ძალაუფლებას? თუ გწამს რომ იესო ქრისტე ღმერთია, კი ბატონო, ეს გჯერა რომ ან სამყარო შექმნა და ადამიანად მოვიდა. მაგრამ რომელ ძალაუფლებასაც გამოხატავს მისი სახელი, იესო მხსნელი, რისგან მხსნელი, ცოდვისგან მხსნელი. ანუ იმ მდგომარეობისგან მხსნელი, რომელსაც ჭირდება მეტამორფოზა. მეტამორფოზა ნიშნავს არა ჩემს ცვლილებას უკეთესობისკენ, არამედ მეტამორფოზა ნიშნავს ჩემს სხვა არსებად გადაქცევას, სხვა ქმნილებად გადაქცევას, მეორედ შობას, მეორე დაბადებას.
რომელიც ღმერთთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია, მე სხვა არსება უნდა გავხდე. რომ ღმერთმა ინებოს და დამკვიდრდეს ჩემში. ეს არის სიწმინდის მდგომარეობა. გული წმინდა იდაბადა ჩემთან ღმერთო, სული წფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. რატო არ იყვნენ წმინდანი გულით არამედ თუ მათ ღმერთი იხილო. და თუ ჩემში ეს პროცესი არ არის დაწყებული, ჩემი აქ დგომა იქნება არსების დგომა, რომლის შინაგანი სამყარო არის არა სახლი სალოცველი, ანუ თანამშრომლობა სულიწმიდა ღმერთთან, არამედ ქვა ბავაზაკთა. ანუ ჩემში გაბატონებული არიან ვნებები. აი, სწორედ დღევანდელ სახარებასთან როცა უფალი ასე მკვეთრად საუბრობს, რომ სალოცველი უნდა იყოს სახლი და ავაზაკების ქვაბი, ანუ ბუნაგად, ავაზაკების ბუნაგად გადაგიქცევია, თუ სწორედ აი ამ დღევანდელ სახარებასთან სწორედ აი ასე საუბრობს უფალი, რომ რჯული არსებობს, აი რჯული, რომელიც არის იმისათვის საჭირო, რომ იმ მაშინ არის საჭირო, რომ მარხვა, როცა ღმერთი ჩვენთან არის, აი ღმერთი ჩვენთან თუ არ არის, მაშინ რჯულია, წესია და კანონია და მე აგზელებს ცნობილია, რომ პავლე მოციქული ამბობს, ეს ტიმოთეს მიმართ პირველი ეპისტოლია, ცნობილია, რომ რჯული მართალთათვის არ არის. მართალთა რჯული არა უც, არ ჭირდება თუ მართლებს რჯული, არამედ უსჯულოთა და ურჩთა. უსჯულოთა და ურჩთა და უხთოთა, უმსახურებელთა, ანუ რომლებიც არ ემსახურებიან ღმერთს. ჩვენ რჯული გვჭირდება მანამ, სანამ ჩვენ ესეთები ვართ. უსჯულონი, ურჩნი და ღვთისმსახურება რო არ არის ჩვენში, ანუ უღმერთონი და ცოდვილთა. ცოდვილნი ვართ. ანუ რას ნიშნავს ამარტია, აცდენილები, ღმერთს აცდენილები ვართ. ამიტომ გვჭირდება. უღირსთა, რას ნიშნავს უღირსთა? ღმერთთან ყოფობის, ღმერთის შვილობის ღირსნი არ ვართ. ანუ ჩვენ რომ მამაო ჩვენოს ვამბობთ, ტყუილუბრალოდ ვამბობთ, მისი ღირსნი არა ვართ. ამას ნიშნავს. ბილწთა. ბილწი რას ნიშნავს? სიწმინდე არ არის, სიწმინდე ღმერთია და ღმერთის საწინააღმდეგო მდგომარეობა სიბილწია. და მე აკონკრეტებს კიდე მამის მაგინებელთა, დედის მაგინებელთა. ხო იცით როგორ არის? ყველა ჩვენ თავს მივხედოთ, სხვა არ განიკითხო, საკუთარ თავში ჩაიხედე. სხვა ოჯახი არ განიკითხო, საკუთარ ოჯახს მიხედე და სხვა ერი არ განიკითხო, საკუთარ ერს მიხედე. და აი აქ ჩვენი ერის პორტრეტი იხატება. უსჯულოებიც, ურჩნიც, ღვთისმსახურება რო არ გვიყვარს, ანუ უღმერთონი, ცოდვილნები, აცდენილები ღვთის გზას, უღირსნი, ანუ ღმერთის ღირსნი არა ვართ ჩვენი ცხოვრების წესით, ბილწნი, იმიტომ რომ სიწმინდე არ არის, მამის მაგინებელთა, დედის მაგინებელთა, ხო შორს არა ვართ, ხო ვიცით რასაც ვლაპარაკობთ. კაცის მკვლელთა, მეძავთა, მამათმავალთა. მეძავებს რო უხარიათ, რომ მამათმავლები რო არ არიან და აქ ერთ კონტექსში არიან, განხილული. ერთ კონტექსში. კაცის მსყიდველთა, მატყუარათა, ცრუფიცთა და სხვაი და ყველაფერი ეს სხვები და სხვა, რომელი რაიმე სიცოცხლის ამის მოძღვრებასა არა უხდების, ანუ ესე იგი ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება სიცოცხლის მოძღვრებას. ეს სიცოცხლის მოძღვრება რა არის? მე განმარტავს. ეს სიცოცხლის მოძღვრება თანხმობაშია ზუსტად ჩვენი კურთხეული ღმერთის დიდების სახარებასა და კურთხეული ღმერთის დიდება და მისი სახარება რა არის? ეს არის განკაცებული ღმერთის შესახებ მოძღვრება. ანუ აი ეს მდგომარეობა, რომელსაც ჭირდება ლაგამი და ეს ლაგამი არის სწორედ რჯული. გვჭირდება იმიტომ, რომ ჩვენი ცხოვრება ეწინააღმდეგება სახარების ცხოვრება. და ეს ყველაფერი გვეხება ჩვენ ქრისტიანებს. და იმიტომ რომ მთლიანად ერთს ეხება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მთელი ერიც ასე მოდი ვთქვათ, ნომინალურად ქრისტიანიერი ვართ. მაგრამ პირველ რიგში ჩვენ, ვისაც პასუხისმგებლობა დაგვეკისრა, იმიტომ რომ ჩვენში დაიწყო გაცოცხლება ნათლობის მადლმა. როცა ადამიანი ამას გააცნობიერებს, უცხადებს სასტიკ ბრძოლას, საკუთარ თავში გაბატონებულ ამ მსჯულოებას, აი ამ მსჯულითა და წესთა და კანონით, ანუ უფლის ერთგულებით, ცნებების აღსრულებით. რომ ჩვენი რწმენა
ჩვენი რწმენა და კონცენტრირდეს ნელ-ნელა ქრისტესკენ. იმიტომ რომ ჩვენი რელიგიური ცხოვრება აი როგორ არის, აი უფალო ამბობს, როცა ამბობს, რომ რწმენაზე და სიყვარულზე რო საუბრობს, ორ საფეხურებრივად განმარტავს რწმენას, რომ ეს არის ცნებების აღსრულება. გარკვეულწილად შეიძლება ასე თქვა ზნეობრივი ცხოვრების წესი, ქრისტიანული ზნეობა იგულისხმება. როცა შეგხედავენ და იტყვიან, რომ აი ნამდვილი მორწმუნე, აი ქრისტიანი ასეთი უნდა იყოს. ეს არის ქრისტიანული ცხოვრების გარეგანი გამოვლინება სოციუმში, ზნეობრიობაში. ეს აუცილებელი, ამის გარეშე არაფერი არ შეიძლება. რომ ადამიანები დაგინახავენ და ეტყვიან, აი ეს არის ქრისტიანი. ერთმანეთი გვეყვარება, იფიქრებენ, აი ერთმანეთი უყვართ და ამით მიხვდებიან, რომ ქრისტესნი ვართ, როგორც უფალმა გვითხრა. მაგრამ ეგ არ არის საკმარისი. თუ ეს ნამდვილად არსებობს ასე სოციუმში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სისხლამდე, როგორც პავლე მოციქულის სიტყვებია, სისხლამდე უპირისპირდებით ჩვენში არსებულ უღმერთობას, რაც ჩამოთვლილია, აი ამ ჯულით, ახალი აღთქმისეულის ჯულით, ანუ ქრისტეს ცნებებით ლაგამს ამოვდებთ და დღედაღამ ვიბრძვით მათ წინააღმდეგ. მაგრამ ეს არც საკმარისი არ არის და თუ მხოლოდ ეს არის ჩვენი ქრისტიანობა უპერსპექტივოა, ამიტომ ვერაფერს ვერ უზავთ ჩვენს დაცემულ ბუნებას. და საბოლოო ჯამში აღმოჩნდება ის, რომ ვისაც ძლიერი ნების ყოფა აქვს, უფრო მაგრამ ალაგმავს საკუთარ ცოდვებს, ვისაც ნაკლები ნების ყოფა აქვს, ნაკლებად და ვისაც ძლიერი ნების ყოფა აქვს, ის დაუწყებს ზემოდან ყურებას, ვისაც ნაკლები ნების ყოფა აქვს. და აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში ეს ვინც უფრო კარგად ალაგმა ეს ცოდვები, შეიძლება უარესიც იყოს ღვთის წინაშე, უფრო ამაყი და ამპარტავანი. შეიძლება სიყვარულიც ვითამაშოთ, ეს პრობლემა არ არის. ამიტომ ეს ყველაფერი კარგია იმ შემთხვევაში, თუ არის სულიერი ცხოვრების კიდე სხვა მაღალ საფეხურთან ერთად ჩვენში. და ამიტომ უფალი ამბობს, როცა რწმენაზე საუბრობს, აი იმაზე რაც ითქვა, რომ ესე იგი ეს არის უფლის ერთგულება და მცნებების აღსრულება და მეორე, რომ ადამიანის გული ხდება წყარო მადლისა, ეს უკვე შინაგანი ცხოვრება, სადაც ჩვენ რაც მეტად მიუახლოვდებით ღმერთს, უფრო და უფრო კონცენტრირებული ხდება საღვთო მადლი ენერგია და უფრო და უფრო ვიწროვდება ერთ იესო ქრისტეს პიროვნებაში, ვიწროვდება ცუდი გამონათქვამია, მაგრამ აი კონცენტრირების სახით. ამას კიდე ნამდვილი ლოცვის სწავლა ჭირდება. და ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს პარალელურად, ერთდროულად, ცალკე ერთი და ცალკე ჯერ ერთი და მეორე არა, ეს ყველაფერი ერთად უნდა ხდებოდეს. და როგორც კი აი ადამიანი ამ მთელი სისავსით შეუდგება სულიერ ცხოვრებას, როდესაც ეცდება, რომ მისი შინაგანი სამყარო აი ამ ავაზაკების, ანუ ამ ვნებების და მავნე მიდრეკილებების ბუნაგად კი არ იქცეს, არამედ სალოცავი სახლი იყოს, რომელიც ნიშნავს რომ ჩემში მე კი არა თავად სული ლოცულობ საღვთო სული მამაო, ანუ მე თანამშრომლობ ღმერთთან. ეს ნიშნავს ჩემს შინაგან სულიერ ცხოვრებას, ეს ნიშნავს რომ კონცენტრირებული ვარ მე საკუთარ შინაგან სამყაროზე, რომ იქ ღმერთი ვეძებოდა მას მოუწოდო. შიგნითა უერთგულო და გარეთაც უერთგულო. გარეთაც და შიგნითაც და გარეთაც ეს ორივე ერთდროულად უნდა მოხდეს. აი აქ აღმოაჩენს ადამიანი და გაშიფრავს საკუთარ თავს. იმიტომ რომ გარეთა ცხოვრებამ შეიძლება კიდე მოგატყვილოს. აი ერთ-ერთი ყველაზე საშინელება სულ მე ჩემი თავიდან გამომდინარე გეუბნებით, პერიოდულად მაქვს ხოლმე ეს ცხოვრებაში ესეთი ძიმე მომენტები, როდესაც ვფიქრობ, რომ აი ადამიანი ხო ყოველდღე რაღაც არჩევანს ვაკეთებთ, შეუძლებელია ეს არჩევანი არ იყოს, როდესაც ჩვენ მოქმედებთ და მოქმედებთ ღვთის ნების გაგება ხო იოლი არ არის და მოქმედებთ გგონია რომ ეს არის სწორი და აი რომ გონია ეს არის სწორი ეს საკუთარი სიმართლეა და შეიძლება ღვთის ნება არ იყოს ეს და ეს მუდმივი არჩევანის გაკეთება გიწევს მუდმივი განსაცდელია ჩვენი ცხოვრება და აი აქ გამოსავალი ერთადერთია რომ შინაგანი ცხოვრება ეწეოდეს გარეგან ცხოვრებას, გარეგან ჯულს, გარეგან წესს, იმიტომ რომ თუ შინაგანი ცხოვრება არ რეალიზდება, ვერასოდეს ვერ გეცოდინება რა არის ღვთისნება და ამიტომ შენი გარეგანი ცხოვრებაში იმოქმედებ მხოლოდ საკუთარი სიმართლე და ვერასოდეს ღმერთს ვერ შეხვდები. როგორც კი შენ მიხვდები, რომ შინაგანი ცხოვრებაა წარმართველი და ის გაგაგებინებს რა არის ღვთისნება ყოველ მოცემულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში და როდესაც შენ შინაგან ცხოვრებას ცდილობ, მე აღმოაჩენ რომ რა უსუსური ხარ ადამიანო, იმიტომ რომ როგორც კი მთელი კონცენტრაცია მიდის შიგნით, რომ ღმერთს შეხვდე, აღმოჩნდება, რომ აბსოლუტურად შეუძლებელია ეს შენთვის და
იწყება ის თავდაუზოგავი ბრძოლა, სისხლამდე ბრძოლა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, საკუთარ თავთან, საკუთარ დაცემულობასთან, რომ საკუთარ თავში ქრისტეს მიაკოლიო. რა თქმა უნდა, ღმერთი არ გტოვებს ასეთ დროს, განუგეშებს, როგორც გარეთა ცხოვრებაში, ისე შიდა ცხოვრებაში, ის პერიოდულად ეხება შენს გულს, ეხება ფაქიზად, სიყვარულით, სიტყვებით, იმედით, სხვა სიცოცხლის განცდით, მერე გშორდება ისევ და შენ გეძლება მოტივაცია, რომ იგი ეძებო, მგლოვარებით, ცრემლით და თან სიხარულით. თუ ასე კომპლექსურად არ შევხედავთ საკუთარ სულიერ ცხოვრებას, ძალიან დავიქსაქსებით, იმიტომ რომ ქრისტიანობა ერთი მთლიანობაა, ისე როგორც ადამიანი ერთი მთლიანობაა. ადამიანი ხო არ არის ცალკე რომელიმე ორგანო, ან ცალკე რომელიმე მისი თვისება და მიდრეკილება. ჩვენ ხო ვიცით, რომ ჩვენ ერთი ჩვენში რამდენი რამეა, ხანდახან აი საკუთარი თავისთვის ვერ მიგიხედია, იმიტომ რომ სხვადასხვა რისგანაც შევდგებით ეს ყველაფერი თითქოს ერთ მართლობას არ ემორჩილება და როგორი პრობლემაა. ან სხვა ადამიანი, რომელიც თქვა გვიყვარს, მაგრამ იმ საყვარელ ადამიანში არის რაღაცები, რომლებიც არ გვიყვარს და არა და ეს ერთი ადამიანია და ვერ განაცალკევენ. ხო, აი ეს ადამიანის შინაგანი სამყარო ხო ძალიან რთულია. შესაბამისად სულიერი ცხოვრება ძალიან რთულია, იმიტომ რომ ყველაფერს თავმოყრა უნდა, ერთ ქრისტეში უნდა თავმოყრა. კონცენტრირებული უნდა მოხდეს ქრისტეში და შესაბამისად, აი ქრისტიანობა, რადგან ჩვენ რთული ვართ, ამიტომ გვირთულდება ქრისტიანობაც. თორე თუ ბავშვივით, აი თუ არ იქნებით ბავშვებივით, ვერ შეხვალთ სასუფეველში, პატარა ბავშვით რომ მიიღო ქრისტე და ის რაც მან მოგვიტანა, ამდენი ფილოსოფია და ამდენი პრობლემა კი აღარ იქნებოდა. საერთოდ ღვთისმეტყველება, რასაც თეოლოგია ქვია, საერთოდ არ არსებობდა. ადამიანებს რომ აი როგორც პეტრემ შეიცნო, იოანემ შეიცნო, თქვათ, ხო, მერე პავლე შეიცნობს, ხო, როგორ ქრისტე რო შეგეცნო, დამთავრდა, მეტი არაფერი არ ჭირდება. მაგრამ არ ხდება ესე. იმიტომ რომ ადამიანები იწყებენ ფიქს, ქრისტე, ღმერთია თუ არ არის ღმერთი? ღმერთი კი არა, ჩვეულებრივი ადამიანია თუ არ არის ჩვეულებრივი ადამიანი? ეს რო თქვა, ეს რას ნიშნავს? ის რო თქვა, ის რას ნიშნავს და იწყება ეს ფილოსოფია და როგორც ინტელექტუალური, ისე შინაგანი, ეს უამრავი ეს დახსაქსულობა ხდებოდა ეკლესიაში და დღესაც ესეა. და ამიტომ თითქოს გართულებულია ქრისტიანობა ჩვენთვის და ვერ უყრით თავს. რამდენადაც ჩვენ გავმარტივდებით კაი გაგებით, იმდენად გამარტივდება ჩვენთვის ქრისტიანობა და გამარტივება კაი გაგებით ნიშნავს უბრალოებით, ბავშვური გულუბრყვილობით და სიმდაბლით მიღება უფლის სწავლების. მაგრამ სანამ ესეთი ბავშვები გავხდებით, მანამდე ბევრი გვაქვს საშრომი, საომარი, საბრძოლველი, პირველ რიგში საკუთარ თავთან. უფალმა მოგცეს ძალა, რომ შეუდრეკელად და პრინციპულად ვეძებოთ იგი ჩვენში, უერთგულოთ მას ჩვენს გარე სამყაროში, სოციუმში. საკუთარი თავიც გადავარჩინოთ და სხვებსაც ჩვენი მაგალითით დავეხმაროთ. ადამიანი, რომელიც სწორედ ცდილობს იცხოვროს სულიერი ცხოვრებით, რას დრო გადის, უცნაური რაღაცა ხდება მის ცხოვრებაში, რომ კატასტროფულად აღარ ყოფნის დრო და ყოველი წამი ძვირფასი ხდება მისთვის. აი, როგორც დოსტოევსკი აღწერს სიკვდილ მისჯილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, 5 წუთში რო უნდა დახვრიტონ და 5 წუთს რო ანაწილებს. წუთნახევარი ამისთვის, წუთნახევარი ამისთვის, 2 წუთი ამისთვის, სულ 5 წუთი აქ და მერე ნანობს რა, რამდენი დრო დაკარგა, ხო, მთელი ცხოვრება გაიარა და 5 წუთი დარჩა და 5 წუთში უნდა ესე განაჩენი სისრულეში მოიყვანონ. ეს საკუთარ თავზეა გამოცდილი და მერე რომანში აღწერილი აქ და ჩვენ სინამდვილეში აი ეს სიკვდილ მისჯილები ვართ. ჩვენი წამზომიც ხო ჩართულია, ოღონდ ჩვენ არ ვიცით ეს 5 წუთში მოკვდებით 1 წუთში თუ 50 წელიწადში თუ 100 წელიწადში, მაგრამ ეს წამზომი ჩართულია. გესმით, აი ეს არის და არ უფრთხილდებით ამ დროს და როგორც კი ადამიანი აი ამ თავარ მიზანს რომ ღმერთი იპოვოს თავის თავში და გადაიქცეს სალოცველ სახლად, ანუ მასში იყოს სულიწმინდა ღმერთი და არა ეს უნებები, როგორც კი ამას მიზნად დაისახავს, აღმოაჩენს, რომ დრო არ ყოფნის კატასტროფულად და ყოველი წამი ძალიან ძვირფასი ხდება. მე გეტყვით, რომ ადამიანი ამას ინტელექტუალურად რო ხვდები,
თუ მიხდება ადამიანი ინტელექტუალურად პრინციპში გაუგებარი რა არის ეს არაფერს არ შველის აი ვხვდები მაგრამ მაინც ვერ ვაკეთებ ეგრე მაინც უამრავ დროს გავდა ეს არის პროცესი როდესაც ჩვენ ცოდნას უნდა დაეწიოს ჩვენი თავი და შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს რომ სიკვდილის წინ მაინც იმ მდგომარეობაში მივიდეთ რომ არათუ წამი სუნთქვაც კი არ გქონდეს ქრისტეს გარეშე ბოლოს მაინც, სულ ბოლოს მაინც, სასიკვდილეს არაცელზე მაინც ამ მდგომარეობას მივახციოთ. რომ მთლიანად საკუთარი თავი მივაკუთვნოთ ქრისტეს, როგორც წირვიზოს მღვდელი ამბობს, შენთაგან, რაც მაქვს, ყველაფერი შენია, შენგან მოცემულია და შენ და შემოგწირავ, შენ და შემწირველი ბოლოს მაინც ამ მდგომარეობაში მივიდე. ასე დროს ადამიანი ცეცხლივით ხდება, ცეცხლივით. ოღონდ ეს ცეცხლი ისეთი ცეცხლია, რომელიც კი არ წვავს, არამედ ატკბობს და აბედნიერებს ადამიანს, იმიტომ რომ ამ ცეცხლს უძვირფასესი სახელი ქვია იესო ქრისტე. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თან. ამინ.